დროებები ერთადერთ ადამიანს უნდა გაუკეთო ცხოვრებაში და ეს არის შენი საკუთარი თავი. როგორ იყავი წარსულში, ახლა როგორი ხარ და უნდა ეცადო მომავალი კარგისკენ შეცვალო. მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ, როცა ვინმეზე ნაწყენი ვარ, ან გაბრაზებული, ან ძალიან გულდაწყვეტილი, შეიძლება გავბრაზდე, გავფიწყდე. მაგრამ ადამიანები არასოდეს შემიდარებია სხვებზე. სხვები ისეთები არიან, ასეთები არიან, შენზე კარგები არიან, ნიჭიერები არიან, უფრო აზრიანები არიან, გონიერები არიან, შენ რატომ არ ხარ ასეთი? მათ შენზე უკეთესი გემოვნება აქვს, შენზე უკეთესი სტილი და ნიჭიერები და ყველაფრით შენზე კარგი არიან. და შემდეგ ადამიანს რო ვუფიცებდე, ვაიმე, მე შენ მიყვარხარ, ჰო, ძალიან მიყვარხარ და შენზე ვგიჟდები და ასე შემდეგ. რა სიყვარულია ის ხალხო, გამაგებინეთ. რა გრძნობა ეს, როცა შენ ადამიანს სიტყვიერად ეფიცები სიყვარულს და ქმედებით სხვას ამტკიცებ, რომ ის ადამიანი გინდა რომ შეცვალო და სხვას დაამსგავსო. ეს იცი რას ნიშნავს? ესე იგი მის ბუნებრივობას, გულწრფელობას ხაზი რო გადახაზო ესე და ნიღაბი რო ჩამოაფარო მთელ სახეზე და თავის თავს რო არ გავდეს და სულ სხვა ადამიანი რო იყოს და რო ფიქრობდეს, მაგალითად იციან ასე თქმა, რა სიტყვის სხვას მოეწონება, არ მოეწონება, სხვას ასე უყვარს, ისე უყვარს და ანუ საკუთარ ბედნიერებაზე რო არ ფიქრობ. და მე ადამიანებს მოუწოდებ იმას, რომ თქვენ აკეთეთ ის საქმე, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, ან მაგალითად რაღაცა საგანია, ენაა და ასე შემდეგ. რაღაცა მოგწონთ, გიყვართ, ისწავლეთ. სხვებმა შეიძლება შურის გამო, ბოღმის გამო გითხრან, რომ არ ისწავლო ეს, სხვა რაღაცა ისწავლეთ. რაღაცა გასაკეთებელი გაქვს, ეს არ გააკეთო, სხვა რაღაცა გააკეთე და ხო, ვაიმე, ტაშ, რა კარგია, ღმერთო ჩემო. დედა, ვიმე, მეზობელს ეწყინება, ნათესავს, ახლობელს, ვიმე, მე ისე არ მოვექცევი. მე სხვანაირად მოვიქცევი, რას ნიშნავს ეს? საკუთარი ბედნიერებისთვის არ უნდა იფიქროთ? და მაგალითად, ვიმე, ვიღაცას რაღაცას სხვანაირად აზროვნებს ის, სხვანაირი, თქვათ, გემოვნება აქვს, გონება. მოდი მეც დავემსგავსები, ამ ჩემ თავს დავივიწყებ. არ შეიძლება. შედარება ნიშნავს, რომ შენი თავი თუნდაც შორეულ წარსულს შეადარო. უფრო მაშინ რაღაცნაირად სხვანაირი ვიყავი და ახლა მომავალს კიდევ უკეთესობისკენ შევწვი. და მე იცი რას გეტყოდით? ნებისმიერ საქმეს როცა ვაკეთებ, სახს ვალაგებ თუ რაღაცას დანარჩენ სხვას, მირჩენია ცეკვა სიმღერაში გავატარო, ჰარი ჰარალე, ჰეიდა, როგორც შემეძლება სიმღერა. ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვერც უნდა ამ ხმას რომ ამობოლავასე რაღაცნაირი ბოხი დამუშავებული სხვანაირი კარგი ხმა მაქვს ზოგჯერ. ჰერი რომ გავერთო, ვისი ამოვნო და არა ის რომ ყველა საქმეში პრობლემა შექმნა, რომ ვაიმე ეს რა არის, ეს გატყდა, ეს რაღაცა გაირღვა, ის რაღაცა გაფუჭდა, ვაიმე, ან ეს რა გავაკეთე, ის რა გავაკეთე, კი არ ზოგიერთი ადამიანი საქმეს აკეთებს და წუწუნებს, რომ ვაიმე ეს რა, ის რა, რაღაცა მე როცა ცდილობ რომ ადამიანებს სამაგიერო გადაუხადო, ანუ რასაც დასდეს იმან მოიგე, ახლა შენ გაჩერდი, ახლა შენ კუთხეში მიდი, ახლა არი ლაპარაკო, ახლა მორჩი ლაპარაკს, თორე არ ვიცი რას გიზამ და ასე შემდეგ. შემდეგ ეს რაღაცები ეს დარდი
მევლინება და მე თითქოს და ვეუბნები რომ ცხადში ვერ მოგთხოვეთ პასუხი და აი სიზმარში მაინც დაგახჭობ, სიზმარში მაინც წადი ბოლომში დამანებეთ თავი ან თქვა თუ ადამიანებს ვეუბნები რომ გააჩუმე ესა გველური ენა რო გახდა მოკუმე რა ზოგიერთი ადამიანი იცი როგორია? მე ვარ რაც ვარ, მე ვარ კარგი, მე ვარ ჭკვიანი, მე ვარ სამართლიანი, შენ უსამართლოდ იქცევი, ერთი სიტყვაც კი არ თქვა. ადამიანი რო გეტყვის, აბა რაზე ხარ გაბრაზებული, რაზე ხარ ნაწყენი და რო ეტყვი რაღაცაზე. აი მე მეუბნებოდი და შენ მოგივიდა. იცი როგორი ნათქვამი? ჩემი შენ გითხარი გული მომიკალიო. აი ზუსტად რომ რაღაცა და იმ ადამიანს ამთხილებდი და შენ დამარცხდი. და ან ადამიანებს რო ეუბნები რომ მე შენს ადგილას ასე არ მოვიქცეოდი, მე შენზე კარგი ვარ, მე შენზე ჭკვიანი ვარ და ერთ დღესაც დაგიცდა ფეხი. ხო, ჩემო კარგო და შენ ზუსტად იგივე მოგივიდა რა სხვას რო აფრთხილებდი და მე შენ სხვამ დაგაყვედრა აბა რა იქნება ვერ მოვითმინე ამდენი წლების განმავლობაში სულ მაკნინებდი მამცირებდი რაღაცა ერთ სიტყვას გეტყოდი და გაჩერდი ახლა დაწყნარდი დაუსვი ამას წერტილი მაგრამ იცი რა რაზე უნდა გავრაზე ახლა მე იქით ვიღაცაზე როცა ვარ გაბრაზებული ყოველთვის უნდა გავჩუმდე და მე სიზმარში უნდა ვიყარო ჯავრი და როცა ერიქით არის ანუ ამერია გონება ხო როცა ჩემზე როცა არიან გაბრაზებული რაღაც პატარა წვრილმანზეც კი გავთვალისწინებელ შეცდომაზე და იქით რომ მინდა რომ თავი დავიცვა რომ რაღაცა ვთქვა ისეთი რომ ეს გული ამოვიოხრო პირიქით გაჩუმდი დაწყნარდი ხმა რა მოიღო მე ეს რაღაც საშინელი ტკივილი გროვდება გულში გროვდება და რაღაცაზე მაინც ვიყრით ჯავს ან შენზე სიზმარში ან რაღაცა ძვირფას ნივთზე რაღაცას გაგიტეხ რაღაცას დაგიმტვრებ ასე არიან ზოგი ადამიანი ასეა მე ვარ რაც ვარ აი ახლა მე ჩემი ბოლო სიტყვაა ეს და საერთოდ მეც ასე ვიცი სოციალურ ქსელებშიც კი თუ ვინმე რაღაცა საშინელ კომენტარებს თუ მიწერს და პასუხი გამიცია და წამიშლია და დამიბლოკავს და ზოგიერთი დამიტოვებია კიდე. ანუ ადამიანებს იმას ვეტყვი რომ რაც დათესეს ის მოიმკეს. მორჩა და დამთავრდა და ეს ამ ყველაფერ წერტილი. საკმარისია რა. მე რომ მყავდეს საკუთარი შვილები, ხო, მაგალითად, ვამბობ სიტყვაზე. და მათ რაღაცაზე გავუჯავდი, გავუნაწყენდი. შეიძლება გავუბრაზდე, გავნაწყენდე, გამოვიჩინე ეს კლანჭები იმის ვეფხვის. მაგრამ არასოდეს არ შევადარებდი ჩემ შვილებს, სხვა შვილებს, რომ სხვები თქვენზე კარგები არიან, ან მე ვარ უკეთესი. რაღაცა არც არასოდეს დავამცირებდი, არც არასოდეს დავაკნინებდი, არასოდეს არ ვეტყოდი მათ რომ ჩლუნგი ხარ, ლენჩი ხარ, უკუმა დაბადებული, ტვინი უკუმა და რაღაცა. თელ პასუხისმგებლობასაც ჩემ თავზე ავიღებდი. მაგრამ არ შემწყვებოდა ჩემი შვილების თვალების შეხედვით, რომ აი გავბრაზდი მათზე, მაგრამ იცი რა, სხვას თუ შეადარებ შენს რომელიმე ოჯახის წევრს, შვილებს, მის შვილებს და ასე შემდეგ. ესე იგი გამოდის რომ
შენიანი არ ყვარებია და სხვის ბავშვებს და სხვის ადამიანებს უფრო მეტად აფასებ. მაგრამ იცი რა, საბედნიეროდ ჩემი მშობლები არ მახსოვს ასეთები რო იყვნენ. არა. რომ ჩემი თავი ვიღაცას შეედარებინო. და არასოდეს მიბიძგებდნენ ისინი, რომ სხვები კარგია, უკეთესად კარგია და შენ რატომ არ ხარო კარგი. აი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყავდა დედა და მამა. სამართლიანი. და ბაფასებ ისეთ მშობლებს, დედებს, მამებს, რომ თავიანთი შვილები როგორებიც არ უნდა იყვნენ, ისეთები მოსწონთ როგორებიც არიან. და არავედრებენ სხვას. რომ აი იცი სხვა როგორია? თავიანთ შვილებზე რო არიან ჩაციკლულები. აი ამას ქვია. სიყვარულს განმარტებები კი არ გვყავს, ქმედებით უნდა განსაზღვრო და სიყვარული ნიშნავს, როცა ადამიანს სულ წერტილში არ დაარტყამ. აი ამას ნიშნავს ეს. და როცა მშვიდ გარემოში იზრდება ადამიანები, ხო? მათ ეს კოშმარები და საშინელი სიზმრები ძალიან ნაკლებად ესიზმრებათ. მაგრამ სულ მომდეს და რაღაცა თან ეს შინაგანად გული დამძიმებული რო გაქვს, გულშათხრობილი ხარ გულში კლავ რომ რაღაცა ეხლა ისეთი არ წამოგზდეს შენ, რომ კიდევ უფრო დაგაზარალოს ადამიანმა, გინდა სიტყვიერად, გინდა ფიზიკურად. და რასიზამ. ხო? ზოგიერთი ადამიანი სიტყვით ვერ მოერევი. მაგრამ მე არასოდეს ნებდები ცხოვრებაში, ჩემ ქალბატონებო და ბატონებო. ახლა ამის შემდეგ ვიღაცამ რო დამიწეროს საშინელი კომენტარი, რომ ყველაფერი შენი ბრალიაო და ასე იმიტომ გექცევიანო ადამიანები, იმ ადამიანებს ბლოკავ. უნდა დამიჭირო მხარი. მეც ასეთი ვარ, რომ ადამიანს რაღაც საშინელ მდგომარეობაში რო დავინახავ, ყოველთვის მის სიხარულს და მწუხარებას ვიზიარებ. შესაძლოა მეც ვიყო მათ ადგილას. და როცა ადამიანი თუ გინდა შეიცნო, მისი ქუდი დაიხურე, მისი გზა გაიარე და მერე მიხვდებიო მის ტყივილსო. მაგრამ იცი თან აი რამდენჯერმე სიზმრა თუნდაც რაღაცა წინში ამოვიკითხე, რომ აი ეს სწორია, მე ახლა თითქოს და რაღაც გამოცდებისკენ ვემზადებოდი და ეს უნდა დავწერო და ერთი ადამიანი ჩემთან მტრულად მოსულა და აი ეს არ უნდა დაწერო. აი იმ წინში რო წერია ეს უაზრობა, ეს არასწორიაო რაღაცა. მე თითქოს და დავანებე მე იმ სწავლას თავი. მე რო გამოცდებზე რო ვერ გავედი და რაღაცა. აი უბრალოდ იყო ეს მაგალითად ცხოვრებისეული. და სულ რამდენიმე ქულა დამაკლდა თან. ისევ, ხო და მერე რა არისო ეს? რატო დაგაკლდა ეს ქულაო? თქვათ 100-დან 100 ქულა რატო არ მიიღეო? ესე იგი რადგან აი ეს 3 ქულა დაგაკლდაო და 97 მიიღეო, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ადამიანი საერთოდ არ ხარო. და არ შეგაფასებენ ამით ადამიანებიო. აი, ვიცი რა, ხალხო, თქვენ საკუთარ იმას შვილებს არ მოექცეთ ასე რა. საკმარისია ამდენი ტანჯვა წყალება. ისედაც ამის გამო გული გონება დამემინდა რაღაც ანუ საშინელ მდგომარეობაში ვარ, რასაც ქვია. და ნუ ეცდებით ადამიანი, რომ ყოველ ჯერზე იცრემლებამდე მიიყვანო. შენ თუ შეგიძლია, შენზე პატარა შენიშვნა მისცე, რაღაცა თქვათ, ზოგჯერ
საშინელი სიტყვები აკადრო მას რო არ ეკუთვნის ისე შენ თუ შეგიძლია მასზე თქვა რომ გულში კარგსაც რო ფიქრობდეს კარგ მომავალზე რო ფიქრობდეს რომ რაღაცა ცუდი აზრები უტრიალებს თავში შენ რო შემოგიტრიალდეს და იგივე თიგი პასუხოს შენ ხომ დაიცოდე ეს გამონათქვამი რომ რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო და ერთხელ მაინც უნდა თქვათ რომ ხო მაგ საწყალმა საცოდავმა მე ეს იმიტომ მითხრა რომ მეც დავჩაგვრე სრულიად უმიზეზოდ და სამაგიეროს გადახდას ცდილობს ის ადამიანი პასუხს მთხოვს ხო რაღაცა ცოტა დავთმობ ხო მართალს ამბობს იმიტომ რომ გაიცანეთ თქვენი თავი მე რო ვჩხუბობ ანუ ბრაზდები რაღაცაზე ვაიმე დილიდან საღამომდე ტუ რაღაცები მესმის ისე ისიც რომ გაბრაზდება მე რატომ ვარ ვალდებული რომ გაჩუმდეს ამოანთხიოს ეს გულში რაც აქვს ადამიანი რო წაიყვანო მაგალითად აი ნუ ნერვები აქვს ამას მოშლილი რაღაცაზეო ხო კარგ ექიმთან რა ეხლა ადამიანს წამალი დაალევინე შენ საძილე დაიძინა რამდენიმე თქვათ საათი ცოტათი დამშვიდდა გამოეღვიძა ისევ ცხადი კოშმარი ან სიზმრის კოშმარი მერე ისევ წამალი ისევ იგივე განმეორდა ანუ თერაპია იცი რას ნიშნავს ადამიანები ერთმანეთს სიტყვებით რო მოარჩენენ და მოსწონთ ისეთი როგორებიც არიან სინამდვილეში მე არ ვამბობ ეხლა მე მომწონს ბოროტი ადამიანები და შურიანი და ბოღმიანები და ესა მაგრამ აი რაღაც წვრილმანებზე თვალებს რო დახუჭავს მე ასეთი ადამიანი ვარ მე არ ვარ ის რომ ადამიანს შემთხვევით რაღაცა მოუვა და აი რო იტყვიან თურქულ კინოებში ცეცხლე ნავთას ასხამსო და არა მარტო სერიალებში აი ნამდვილ ცხოვრებაშიც რამდენი სტატუსი წაგიკითხავ ცხოვრებაში ხალხნო რა აი და ზოგიერთი მაგ სტატუსის მიხედვით არ მოქმედებს სხვანაირად კიდე იცი რას გეტყვით ბედნიერება წვრილმანებშია და ფულით ყველაფერს ვერ იყიდი არსებობენ ისეთი ადამიანები რომ რაღაცა საშინლად ატკენენ ერთ ადამიანს გულს და შემდეგ ფიქრობენ უი ძვირადღირებული რაღაცა ნივთს ვუყიდ იმას და გულს მოვუყობ ან რაღაცა სიტყვებით ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი მთავარია საქციელი მთავარია უნდა ეცადო რომ ადამიანს ყველაზე სულ წერტილში არ დაარტყა და არ ატკინო აი მაშინ და სხვებს რო არ შეადარო აი მაშინ დაგეტყობა ადამიანს რომ შენი შვილები დიშვილები ძვიშვილები და ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა უფრო მეტად გიყვარს ვიდრე სხვების და შენსაც უფრო მეტად აფასებ ვიდრე სხვების მიუხედავად იმის აი თუ ისინი არ არიან დაანაშავეები თუ სამართალს მიყვებიან შენ თუ ექცევი ადამიანს უსამართლოდ აი მარტო საკუთარ თავზე არ ვიღებ თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ მაგალითად მშობლებო რომ თქვენი შვილი ისეთი უნდა გიყვარდეთ როგორც სინამდვილეში არის თორე წლები რო გავა და რო გაიზრდებიან ისინი დიდები დაგაფასებენ კი არა პირიქით ფასდაუდებელი გამოვა თქვენი სიყვარული შეგიძულებენ და როგორც იტყვიან აი თავს მოაბერდებთ და თქვენ შვილებს ხო რაღაცები აი ასეთი თქვა რო იციან ადამიანებმა რა საკმარისია არ კმა რა არ გიყვარს თქვენი ოჯახის პატარა წევრები ან მე კიდე მახსოვს
ის პერიოდი თქვათ სკოლაში რო დადიოდნენ ბავშვები და რაღაცა 100 რო იყოს შეცდომა რამდენიმე მშობელი რო ის არ უნდა გადაგეხაზა მაგალითად ძს მაგივრად რო დაგეწერა ან ას მაგივრად ამაზეც სახაზავს ატყამდნენ ბავშვებს ან ერთით ნაკლები ქულა რო მიეღოთ ამაზეც ყოველთვის სხვა ბავშვებს ადარებდნენ თითქოს და სხვები იცოდნენ როგორი კარგები იყვნენ მაგრამ რა ვიცი ზოგიერთი გარეთ უფრო კარგია შიგნით უფრო სხვანაირია ან შიგნით უფრო კარგია და გარეთ უფრო მორცხვი და მორიდებული ხოლო აი შემშობლებზე ვიტყოდი რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს არ მქონია არა თორე ყოველთვის ვიტყოდი იმას რომ არ ვუყვარ ამას მაგრამ ვუყვარდი ასეთი უნდა იყოს დედაც მამაც და აი ნებისმიერი ოჯახის წევრი და მეც ასეთი ვიქნებოდი აი მართლა ზოგჯერ ახლა კი მოდის დედაშვილ შორის კი არა შეყვარებული როცა ხარ მაშინ დაქორწინებული შეუღლებული წყვილი და რაღაცა მაგრამ მე თუ კი ვინმეზე ნაწყენი ყოფილვარ სხვებზე არასოდეს შემიდარებია აი სხვები თურმე რა კარგები არიან გაბრაზდები გაბრაზდი რა არის ეს შედარებები ეს აი ის მისნაირი გახდი მისნაირი უნდა იქნე არ მინდა და მორჩა შენ თუ ვინმე ადამიანს შეუყვარდები შენი ბუნებრიობა შეუყვარდება და არა შენი სიყალბე რომ თქვენ იღებს ამოხარებული ხარ გულში სხვას ფიქრობ და პირდაპირ ადამიანს სხვას თქვათ ეაფირისტები ბევრი რაღაც არ მომწონს ხო მაგალითად საკუთარი თავის შეცვლას არ მოვინდომებდი მაგალითად შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს აი თქვათ ჩხილები უნდა გაიზარდო ვარცხნილობა შეიცვალო აი სხვანაირი ტანსაცმელი შეიცვის სხვანაირი სამკაული მაკიაჟი და ასე შემდეგ შეიძლება რაღაცა ვიღაცამ კარგი შემომთავაზოს ხო ნებისმიერმა მათგანმა ან ოჯახმა ან ვიღაცა სხვა მაგრამ მე არ მინდა ეს იმას არ ნიშნავს რომ გინდა თუ არა იმას თუ არ დაუჯერე ესე იგი შენ ცუდი ადამიანი ხარ და მე ნივთებით კი არ მიყვარ აი ბევრი აი სიტყვაზე ვიტყვი იმას რომ მირჩევნია 100 ლარი მქონდეს და ბედნიერად ვიცხოვრო ვიდრე მქონდეს 1000 ლარი და ვიყო უბედური თქვენც არ მოგხსნიათ იგივე აზრი? ან ადამიანს რაღაცა ცუდს თუ გაუკეთებ, აპირებ, მისი ფული რაში გერგება? აი, არ გაგიგიათ ისეთი გამონათქვამი, რომ ღარიბულად ცხოვრობდა ვიღაცა, მაგრამ ბედნიერი იყო, მაგრამ ვიღაცა ცხოვრობდა ძალიან მდიდრულად სასახლეში და უბედურიო. აი ეს მაგალითია, ეს შემთხვევაა. და სამწუხარო ზოგიერთი ადამიანი ადამიანს აფასებს, რაც უფრო მეტი აქვს წაკითხული და მდიდარია. ყველაფერს მოასწრებ ცხოვრებაში. მაგრამ ჩემთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი იცი რა არის? რასაც კი ხელს კიდევ და თუ რაღაც რამეს მარტო ვაკეთებ, სულ ვცდილობ, არალე, ჰეიდა. და ზოგიერთი ადამიანი კიდე ამბობს იმას, რომ როგორ ხედავ რა ქვეყანაა და ასე არ უნდა გააკეთო, სულ რაღაცა ანუ მიბიძგებენ, რომ რაღაცა დავრემილი ვიყო და უსიამოვნო და პატარა პრობლემაზე შევქნა ეს
ეს რა არის? რატო გაწყდა ეს? ეს რატო გაიგზავნა? ეხლა ვინერვიულებ? ამას დამარცხდა რაღაცა, აი ნიფთი. რატო ძვირიანი იყო, ეს ის იყო, ამით მე რას უშველი? გავამთელებ თუ რას ვიზამ ამით? ხომ და დაფიქრდე ადამიანი? რას? მე რაღაცა, აი, თქვათ ადამიანს, ნებისმიერ ადამიანს რაღაცა გაუვარდა ხელიდან, გაუსყდა და დაიმსკვრა, გაწყდა. ვინერვიულებ ახლა? ეს რა მომივიდა და ტეტა რაღაცები და ვაიმე რატომ არ ცოცხალი და ასე შემდეგ. გავამთელებ აქ ჭიქას, მივასუხეთ. ან თუნდაც აი ბეჭეტი რომ გადამიტყდეს ახლა შემთხვევით. და ვინერვიულა? წადი და ახალი იყიდე. არ არის სავარდებულო რომ ძვირად ღირებული ნივთები. იყიდე იაფასიანი. თორია იყო ადამიანი. აი, ნიშნულობა იმას კი არა აქვს, რომ მე ადამიანი ვარ და მე აი ძვირად ღირებული რაღაცა და მე უნდა ვიყო მდიდარი, არა სულიერად, არა მე ნივთებით. შესაძლოა ეს პირიქით იყო, ღარიბი იყო. არსებობს ისეთი ადამიანები, რომ ნივთებით არიან მდიდრები და სულით ღარიბები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომ სულიერად მდიდრები და ნივთებით ღარიბები. ეს არჯობია თქვენი აზრით? მითხარით რომელიმე? ადამიანებს ასე აფასებენ ისე ან სად დაიბადა იმის მიხედვით აფასებენ? როარია? თუ ქალაქში დაიბადა, თუ მდიდარია, თუ სწავლულია, ესე იგი კარგია. მაგრამ თუ პირიქით არის, თუ არ არის ასე, ესე იგი არ უნდა დავაფასოთ ადამიანები? მე ხლა სახში იმდენი ნივთი მაქვს, იმდენი რომ არ ვიცი. ვერც კი დავითვალე. მაგრამ ამას მირჩევნია ღარიბი ვიყო. და რაღაცა და ან სულ ადამიანი სულ თქვათ რაღაცაზე რომ ნერვიულობს. მომყარეს რაღაცა, წაიღეს, წიგნი იყო, ტანსაცმელი იყო, ჭირსაც გავატანოთ რა. ვინერვიულებ ახლა მე თუ ვინერვიულებ, ავადმყოფობა განიჩნდება და რა ის ვიღაცა იგრდობს და ესიზმრება მაგას და დამიბრუნებს იმას. ამიტომ უნდა იქონია ცოტა ნივთი, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს და არა ბევრი და რაღაც ვაიმე მარცხი მომივიდა. ამით რა ჩვენს ჯანმრთელობას ვნებთ, თორემ მეც არაფერს. რაც ახლა ნებისმიერ ოჯახს მოსვლია ასეთი რაღაცა. ხოდა ამით რა სიკვდილი გვინდათ ადამიანებს თუ რა? და ვაიმე იმამ რაღაცა ან ძვირფასი საყურე. წაიღო და წაიღო, ჭირსაც წაუღია რა თუ რაღაცა მოხდა ისეთი. უკეთეს ვიყიდი, უფრო ამას ვიყიდი, უფრო გავუფრთხილდები. ესე რო იციან ადამიანებმა თუ ცუდი რაღაც მოხდა შენს თავს, ესე იგი შენ უნდა დადგე და ინერვიულო. ნერვიულობა რას უშველის ამას? პირიქით, მე ვცდილობ ამ ყველაფერს კარგი თვალით შევხედო. მართლა. მომავალი კიდევ უკეთეს მომავალს გვიმზადებს ადამიანებს და აი სხვის მიერ დაგებულ ორმაშიო შენ თვითონ აღმოჩნდებიო. მერთი ამას არასდროს არ გაპატიებს, სამართალი ხო არსებობს. ზუსტად ამას ვამბობ მეც. ჩემთვის იცი რა, ჰაიდა დაუკარი, იმღერე, იცეკვე, მოქსოვე, მოკარგე, შეკერე, დაჯდები ინტერნეტში ყველაზე კარგ გადაცემებს უყურებ. რაღაცა თქვათ ზოგჯერ 1000-ში ერთხელ ხო დაგაინტერესებს ადამიანი
საინტერესო წიგნი წაიკითხე. რომ ბრაზი ანთხიო რაღაცაზე, შენი საყვარელი საქმე აკეთე. სახლი დაალაგე, თავი მოიწესრიგე, თმები ლამაზად დაივარცხნე, კარგად ჩაიცვი, გადი საზოგადოებაში. თავი ანახე რომ კარგი ვარ, მაგრამ ეხლა ის კი არა რომ ვიღაცას თავზე გადაახდე რომ აი მე რა ვარ, აი თქვათ იმაზე ვამბობ რომ აი დამშვიდებული მგონებით რომ ვიღაცას არა ტანსაცმლით მოაწონო თავი, იმიტომ რომ თუ ადამიანი გულით კეთილია, მან ტომარაც რო ჩამოიცვას ტანზე უხდება, მაგრამ თუ სულიერად არის ბოროტი, რაც არ უნდა ძვირადღირებული ტანსაცმელი ჩააცვა, მაინც ვერ გადაფარავს მის სულიერ ცუდს. და კიდე მე იცი როგორი გამონათქვამი ვიცი, ადამიანი გიჟის შეშლილი და გადარეული არისო. ზოგადად ამას იტყვიან, როცა ხარ მკვლელი, ქური, ვამპირი ან მანიაკი. მაგრამ სხვანაირი გიჟობაც არსებობს. რაღაცა გიჟურით შეიდინეს, სიყვარული, სითბო, ესეთი რაღაცა გამონათქვამებით. და გაბრაზდა ის ადამიანი და აი გამოაჩინა კლანჭები. აი ავირიე უკვე. რა ვთქვა არ ვიცი, რა დავამატო, სიტყვებით კი არ მყოფნით. მაგრამ ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა. იცი ადამიანი როდის ხარ? აფასებს ხვებს და ცხოველებიც რომ ძალიან გიყვარს.